აბსოლუტურად ნიადაგ დარღვეული სუბსტრატები პრაქტიკულად ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. იქ ცალსახად არის დანაშაული, მოდი თქვა, ამ ქალაქის წინაშე, მისი მოსახლეობის წინაშე. მოგვიწოდა მხარეებს, რომ სამართლებრივი აქტი გაფორმდეს და შევთანხმდეთ ეხლა სასამართლოს გზით. ქალაქი გავს დაბომბვას. ომის დროს დაბომბვა. ყველაზე მდიდარი რაიონი ვართ იმერეთში და ყველაზე ღარიბი ამას ვიძახი მოსვლიდან და ყველაზე ღარიბად ცხოვრობ ჩვენთან მოსახლეობა. ეკონომიკა ინკლუზიურია თავისი ნაც. აი რისი შესაძლებლობებიც არის. მოგამიგე? პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, ნიჭის რეალიზაცია მოხდა ჭიათურაში. რუსეთის ხონე ბავშვების ინტეგრაცია მე-12 საჯარო სკოლაში საზოგადოებისთვის ძალიან წარმატებულად და კარგად მიმდინარეობს. რომ მეკითხებოდნენ რა ქვია აუცილებლად სახელს რო ვეტყოდი იმ წუთში რომ ამოდი რომ ჭიათურიდან ვარ. მოგესალმებით, მედია კავშირ ობიექტივის ტელე და რადიო ეთერშია თოქ-შოუ ჭიათურის საათი გიორგი კასრაძესთან ერთად. გასულ კვირას სამწუხარო ფაქტი მოხდა ჭიათურის მაღაროში, კერძოდ 25 მაღაროზე 2 მაღაროელი დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილმა მხედველობა ორივე თვალზე, ხოლო 50 წლის ტარიელ ბიწაძემ ცალ თვალზე 100%-ით დაკარგა და ძალიან სამწუხაროა აღნიშნული ფაქტი. ჩვენ ამის შესახებ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა და ჩვენმა ჟურნალისტურმა კავშირმა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა სიუჟეტი, რომელსაც რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ. ასევე ამ სიუჟეტში იქნება საუბარი ბატონ თეიმურაზ ღუღუნიშვილის შესახებაც, რომელიც დარკვეთის მაღაროზე მძიმეწონიან მანქანასა და კედელს შორის მოყვა და სამწუხაროდ მძიმე დაზიანებებით ქუთაისში ცხაკაიას სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ის იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ რამდენიმე დღის წინ მოინახულა. ნახოთ სიუჟეტი და დავბრუნდებით ძალიან მალე. 19 ნოემბერს 25 მაღაროზე აფეთქების შედეგად 2 მაღაროელი დაშავდა. ზურაბ გამეზარდაშვილი და ტარიელ ბიწაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში ნიუ ჰოსპიტალის კლინიკაში გადმოიყვანა. ექიმის განცხადებით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე მათგანს სხეულის დამწვრობა აღენიშნება. ბოლო მონაცემებით 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილმა მხედველობა ორივე თვალით დაკარგა. 50 წლის ტარიელ ბიწაძემ კი ცალ თვალზე 100%-ით. რეანიმაციულ ყოფილებაში მკურნალობს 2 პაციენტი, ორივეს მდგომარეობა მძიმეა. დაზიანებები განპირობებულია აფეთქების შედეგად გამოწვეული დარტყმითი ტალღით. მკურნალობა გრძელდება. ჯერჯერობით რაიმე წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია ამ ეტაპზე. ჯერჯერობით ორივე კრიტიკულია და მკურნალობა რეანიმაციულ გაყოფილებაში. დაზარალებული ტარიელ ბიწაძიშვილის განცხადებით აფეთქების დროს გვირაბში დაშავებული მაღაროელების გარდა არავინ იმყოფებოდა. ბესო ბიწაძე კომპანიის მიერ გავრცელებულ ვარაუდს დავდერობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გამოძიების ობიექტურად წარმართვის იმედს გამოთქვამს. ფიქრობ, რომ ყველა ნორმალურმა კომპანიამ, როდესაც ხდება ასეთი მარცხი, უნდა ანაზღაუროს როგორც ეს კურნალობის ხარჯები და ყველა ის რაც ჭირდება, თქვათ ამ დაზარალებულებს. შეიძლება ყოფილიყო აი ფეთქებადი მასალა, რომელიც შეაქვთ მაღაროში, შეიძლება ის არ იყო ხარისხიანი სიტყვაზე. და არ უნდა დაბრალდეს მაგალითად აი ამ მუშახელს, რომ აი რაღაც ვერ გაითვალისწინდეს, მოვიდათ შეცდომა. ეს არის პირველ რიგში კიდევ გამოსაძიებელი და უფრო დასასუსტებელი. ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანია გამოძიების დასრულებას ელოდება. ზაქარია ზალიკაშვილის თქმით, მაღაროელთა მკურნალობის ხარჯებს კომპანია საკუთარ თავზე აიღებს. ბევრი არასაქმეს ჩახედული ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ ნაღმები და ბომბები ისე გვიყრია და ვიღაცა წამოეგო და აფეთქდა ამ ნაღზე. განმარტება მინდა გავაკეთო და დავაზუსტო, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. საერთოდ მადნის მოპოვება დახურულ მაღაროში ხდება აფეთქების გზით. შედის აფეთქებელი, სპეციალურად აკეთებს 16 ნახვეწს, 16 ასე ვთქვათ იდება ნაღმი და ამის აფეთქება ხდება რიგრიგობით. ანუ ითვლის რამდენი დაიდო და რამდენი აფეთქდა. თუ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ვთქვათ არ მოვიდა მოქმედებაში,
მერე იწერება ამაზე სპეციალური აქტი, შედის თვითონ ცვლის უფროსი და დამნაღმელი და სპეციალურად ძალიან კაცრად გაწერილი პროცედურა არსებობს ამისთვის. ეს არის იმდენად ბევრჯერ დამუშავებული და გამოცდილი მეთოდი, როგორ უნდა მოხდეს აუფეთქებელი ნაღმის განეიტრალება, რომ აქ გამორიცხული არის რაიმე მოხდეს არაშტატური მდგომარეობა, თუ ყველა წესი არის დაცული. მე არ გავუსწრებ მოვლენებს და დაიდება საბოლოო დასკვნა და აქედან გამომდინარე უკვე კომპანია იმოქმედებს. თუ ექნება ოჯახს პრეტენზია, ესეც ჩვეულებრივი შრომის კოდექსით დადგენილი საქართველოში სისხლის სამართლის იქნება თუ სამოქალაქო რა კოდექსით იქნება შესაბამისად, შეუძლიათ რომ ეს მოთხოვნა წამოაყენოს დაზარალებულთა ოჯახმა. თუმცა დაზარალებულების მკურნალობა და მათი შემდგომი რეაბილიტაცია ეს კომპანიის ხარჯებით ხდება. გამოძიების პროცესში საკუთარი ინსპექტორების ჯგუფის ჩართვას მოითხოვს საქართველოს მეტალურგიული და სამთო-ქიმიური პროფკავშირის ხელმძღვანელი. თამაზ დოლაბერიძე სახელმწიფოს ვალდებულებებს ახსენებს. ყოველთვის ვითხოვთ ფაქტის კვლევის კომისიის შექმნას და მასში ჩვენ ჩართულობას. სამწუხაროდ დამსაქმებლები გაურბიან ხოლმე ჩვენი შრომის ტექნიკური ინსპექტორების ჩასმას ამ კომისიაში, იმიტომ რომ ჩვენი შრომის ტექნიკური ინსპექტორები ყოველთვის დებენ ობიექტურ დასკვნას. რაც შეეხება კონკრეტულად ზურა გამეზარდაშვილის და ტარელ ბიწაძის დაშავების ფაქტს, მინდა სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რომ ადამიანი როცა მხედველობას კარგავს, მოდი ჩავთვალოთ, რომ მან 100% დაკარგა მუშაობა შრომის უნარი და სამწუხაროა ის, რომ სახელმწიფოში არ არსებობს რაღაცა სისტემა კომპენსირების, პენსირების ან რაღაცა მსგავსი, რომ ადამიანმა შეძლო შემდეგ ცხოვრების გაგრძელება და არ იყოს დამოკიდებული მუდმივად სხვის კეთილნებაზე. ამ შემთხვევაში გნებავთ კომპანია ჩავთვალოთ, გნებავთ მთავრობა. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სახელმწიფო ჯერჯერობით მთავრობა ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებზე შრომის საფრთხეების შრომის საფრთხეების სისტემების მართვას. ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული მაღაროველის მდგომარეობა. თეიმურაზ ღუღუნიშვილი დარკვეთის მაღაროზე სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას დაშავდა. პაციენტი ქუთაისში ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მკურნალობს. 25 ნოემბერს დაზარალებული იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ მოინახულეს. ბატონი თეიმურაზ ღუღუნიშვილი წევს აქ ამ სამოთხოვოში დასავლეთ საქართველოს დიაგნოსტიკურ ცენტრში და მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ალბათ სტაციონარში მინიმუმ 1 თვე მაინც მოუწევს სწავლა და შემდგომში ალბათ მისი მდგომარეობა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავა. საყოველთაო დაზღვევა მოგეხსენებათ მოქმედებს განსაკუთრებით მეშახტეების განსაკუთრებული დაზღვევა აქვს, ასე რომ როგორც გითხრათ ჩვენ სამოთხოვოში არავით არის საშუალება ამ ხრივ მატარებულ არ ემუქრებათ. მას ასე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, მე გიორგი კასრაძე ვარ და თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას ჭიათური საათი. ექსპერტთა აზრით, ტურიზმი ის დარგია, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს ჭიათურაში მანგანუმის წარმოების კვალდაკვალ. ამაზე თითქმის ყველა ექსპერტი და საქმეში ჩახედული ადამიანი მსაუბას და თანხმობას გამოთქვამს. თუმცა რამდენად აქვს ჭიათურის მუნიციპალიტეტს იმის პოტენციალი, რომ გახდეს ტურისტებისათვის მიმზიდველი და რაც შეიძლება მეტ ვიზიტორს უმასპინძლოს. ინფრასტრუქტურასთან ერთად ალბათ საჭიროა ტურისტული ძეგლების და არქეოლოგიური განსაკუთრებული ნიმუშების არსებობა, რომელიც საბედნიეროდ უხვად არის ჭიათურაში და ბატონი გიორგი დვალაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გახლავთ, რომელიც აქტიურად ზრუნავს და ფიქრობს იმაზე, რომ ჭიათურა იყოს უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი ტურისტებისათვის. ზუსტად მომდევნო 40 წუთის განმავლობაში მე და ბატონი გიორგი შევეცდებით ჭიათურის ტურისტული პოტენციალის ფართო მასშტაბისათვის გაცნობას ჩვენი ეთერის საშუალებით, ასევე ვისაუბრებთ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ, თუნდაც ის რომ ინფრასტრუქტურა ჩვენ დღეს არ გვაძლევს იმის საშუალებას ჭიათურაში იგივე სასტუმროების კუთხით მოხდეს ტურისტების განთავსება. 2388-105 Skype-ით ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვიკავშირდით და გამოთქვით თქვენი მოსაზრება, რამდენად აქვს დღეს ჭიათურას რეალურად ის პოტენციალი, რომ უმასპინძლოს ძალიან ბევრ დამთვალიერებელს, როგორც შიდა ტურიზმით, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ ჭიათურა. ბატონო გიორგი, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ ბრძანდებით დღეს ჩვენთან სტუდიაში. მე შესავალი თემაშიც ვთქვი და თქვენც მინდა გკითხოთ. რამდენად აქვს ჭიათურას ის პოტენციალი,
ტურისტული, რომ მან მიიღოს ძალიან ბევრი ვიზიტორი და ძირითადად რა ტიპის ძეგლები ეს კაცხისვეტი მღვიმევის მონასტერი ეს პილიგრიმული ტურიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთან და თქვენ ძალიან ხშირად გისაუბრიათ სპელეოტურიზმთან დაკავშირებითაც, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ თქვენი ჭიათურის საათი ეს გადაცემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იმისათვის, რომ არა მარტო ჭიათურის მოსახლეობამ, არამედ საქართველოს და საქართველოს საზღვრებს მიღმა მოსახლეობამ, საზოგადოებამ იცოდეს რა არის ჭიათურაში, რა ხდება. თუმცა ერთსაც აღნიშნავ, რომ ბოლო პერიოდში რეალური სიტუაციიდან გამომდინარე ჭიათურაზე უფრო ისმის და ჩანს ის, რომ ჭიათურაში ხდება სამწუხაროდ ეკოლოგიური პრობლემები, ძალიან რთული სიტუაცია ამ ხრივ და ჩვენ ამას არაერთ გზის შევეხეთ და მე პირადად უნდა ვთქვა ის, რომ ამ მიმართულებით მიწევს მუშაობა 10 წლის წინ ამ მიმართულებით დავიცავი დისერტაცია გეოეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მაგრამ ამის ფონზე რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხდება 150 კვადრატული კილომეტრი არ არის პატარა ტერიტორია, სადაც ეს მანგანუმის მადნის წარმოება მიმდინარეობს, როგორც მიწისქვეშა წესით, ასევე ღია წესით. თუნდაც ამ 150 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ობიექტები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე ბუნების ძეგლები და 150 კვადრატული კილომეტრის მიღმა საერთოდ ჭიათურა 555 კვადრატული კილომეტრამდე არის გავრცელებული, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ობიექტები არის და ყოველივე ეს ერთად აღებული ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს დასახლებულ პუნქტებს შორის ერთ-ერთ მდიდარ ტურისტულ რესურსს. დღეისათვის ეს ამ მიმართულებით სამწუხაროდ არ არის ისეთი განვითარებული სიტუაცია, იმიტომ რომ ყოველივე ამას ჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა. ასევე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭიათურა თავის გეოგრაფიული მდებარეობით ჩიხში მდებარეობს, ანუ მასზე არ გადის ტრანზიტული მიმართულების საავტომობილო არტერია თუ სარკინიგზო ხაზი და ხშირ შემთხვევაში იქ არსებულ ბუნებრივ თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ დაინტერესებული პირი, განსაკუთრებით უნდა ვთქვათ ადგილობრივი ტურისტები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა საშუალებით. ანუ ძალიან ბევრი ამ რესურსს არ იცნობს. სანამ ბატონო გიორგი ჩვენ რესურსების საუბრობთ, ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ თქვენ და აქ მინდა ცოტა დეტალურად თქვენ ბრძანოთ 150,000 კვადრატულ 150 კვადრატული. დიახ, 150 კვადრატულ კილომეტრზე ჩვენ გვაქვს მანგანუმის ბუნებრივი რესურსი. ამ სოფლებში ჩვენ ძალიან ბევრი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ვთქვათ, რაღაც ნიმუშები გვაქვს. აზიანებს თუ არა კომპანია ჯორჯიან მარგანეზი ამ ძეგლებს, რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ გახსოვთ საყდრისთან დაკავშირებით, რამხელა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია საყდრისთან დაკავშირებულმა მოვლენებმა. რა ხდება ჭიათურაში? კი ბატონო, მოგახსენებთ, ეს 150 კვადრატული კილომეტრი არის ზუსტად იმ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების, სოფლების ფართობი, სადაც 1879 წლიდან დაიწყო მადნის მოპოვება და ეს გრძელდება და მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ტურიზმის განვითარება ჭიათურის მუნიციპალიტეტში ნამდვილად ცალკე არ განიხილება, იქ უნდა იყოს მადნის მოპოვებაც, წარმოებაც, ეკოლოგიური პრობლემებიც მოგვარებული, ამის პრაქტიკა არსებობს სოფლიოში და ის უნდა დაინერგოს, მით უფრო თუ ეკოლოგიური პრობლემები არ მოგვარდება, მოგეხსენებათ, საქართველოს გარკვეული ვალდებულება აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე და განსაკუთრებით აქ უნდა იქნეს ეს ნიუანსები ჩასმული. რაც შეეხება შავი ყვირილი ჩვენ ევროკავშირში ასოცირებას ვერ მოვართ. შავი ყვირილით არა მარტო თუნდაც გადათხრილი გარემოთი მიმდინარე, ეხლა ჩვენ აი მაგალითისთვის ვიტყვი რამოდენიმე ნიუანს, იგივე დარკვეთის ტერიტორიაზე, სოფელ დარკვეთში არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც ეს არა მარტო ზემოიმერეთის, ჭიათურის, არა მარტო საქართველოს შეიძლება სოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლათაც მივიჩნიოთ, იმიტომ რომ იქ არის ძალიან უნიკალური წარწერები, არის ძალიან ყველაფერს თავიდანვე 1000 წელზე მეტი ხნის ეკლესია არის, დარკვეთის წმინდა გიორგის ეკლესია, თუმცა მისასვლელი გზა და ის გარემო, სადაც ეკლესია მდებარეობს, ნამდვილად არ არის ჯანსაღი და მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიური ბალანსი დარღვეულია. ესეთი ობიექტები ძალიან ბევრი უნდა ვთქვათ, მაგრამ თავარი დავიწყოთ ჭიათურით. თვითონ ქალაქი ჭიათურა, რომელიც ძალიან საინტერესო მდებარეობით გამოირჩევა, ჩვენ არაერთ ჩვენ კოლეგასთან ერთად, საზღვარგარეთის არაერთ კოლეგასთან ერთად ყოფილვართ ამ ქალაქში და გვიჩვენებია ის ხედი, რომელიც ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიაზე იშლება, თითქმის 4-ვე მხრიდან ეს ნაგუთის დასახლებიდან, შვიდობის კლდიდან თუ ეგრეთ წოდებული 25-დან, პერევისის ზეგნიდან, ყველგან და ასევე საინტერესოა შუქრუთის ზეგნიდანაც. ყველგან ძალიან საინტერესო, ესე იგი,
პანორამა იშლება, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეს პანორამა შეიძლება ჩვენ ფოტოსურათების ხილვად შეგვიძლია ბატონო გიორგი საუბრის პარალელურად, სადაც პანორამული უნიკალური ხედი იშლება ძალიან ხშირად და ძალიან ცუდად გვაქვს დაბინძურებული გარემო. მაინც უნდა ვთქვათ, რომ არა მარტო წარმოება, არა მარტო ვთქვათ ის ობიექტები, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, არის შემაფერხებელი. მე მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებაც არ არის ჭიათურაში მზად. შეიძლება ამისთვის ვიღაცას ეს არ მოეწონოს, ვიღაცამ შეიძლება გაგვაკრიტიკოს კიდევაც, მაგრამ რეალური სიტუაცია ის არის, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში არა მარტო 150 კვადრატულ კილომეტრზე, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ისტორიულ, კულტურული მემკვიდრეობის თუ ბუნებრივი ძეგლების გარშემო არის ძალიან რთული სიტუაცია. აი გასულ წელს მაგალითად ჩვენ ერთ-ერთ უნიკალურ ღვინოს ჩავედით და სულ რაღაც 10 დღის წინ გამოცემული პოლიეთილენის პარკები, სხვადასხვა და მახსოვს ძალიან საინტერესო და სახალისო ნაძვისხეები ზუსტად ახალი ჩატანილი ეს ზუსტად ამ ღვინოში იყო ზუძუანას ღვინოზე. რაც შეეხება ახლა თვითონ კონკრეტული ობიექტები და განსაკუთრებით ის ობიექტები, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში აქვს ადგილმდებარეობით ისინი აქ არის წარმოდგენილი, არ აქვს ადგილობრივი მნიშვნელობა. ეს არის სოფლიო მნიშვნელობის ობიექტები და ამ ობიექტებზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ განსაკუთრებით მე საზოგადოების ჩართულობაზე მინდა ხაზი გავამახვილო ყურადღება. მე პირადად ძალიან ბევრჯერ მინახავს და მათ შორის აი მომსწრე ვიყავი ერთი კვირის წინ ჭიათურაში ჩვენთან ერთად, ჩვენ მოგვიწია ჩასვლა გერმანიიდან იყო დელეგაცია ჩამოსული, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ჭიათურის არსებულ მდგომარეობას, სოციალურ-ეკოლოგიურ მდგომარეობას, მათ შორის დემოგრაფიულ სიტუაციას სწავლობს და ეს ხანგრძლივი პროცესი დაიწყება და მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჭიათურა შეირჩა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განვითარდება პროექტი შეიქმნება და შეისწავლება საავტომობილო მიმოსვლის დროს ამ ქალბატონს რაღაც აგდებულად დაუწყეს საუბარი. ეს ძალიან საწყენი ფაქტია, იმიტომ რომ მე პირადად ბევრჯერ შეხვედრი ვარ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჭიათურაში ტურისტებს ისე არ ეკიდება, ისე სტუმარ-მასპინძლური დამოკიდებულება არ. სტუმარ-მასპინძლობას ვერ დავარქმევთ. უბრალოდ გარკვეულ პერიოდში ეს სტუმრები, ვინც ვიზიტორები არიან, მათთვის ესე ზედმეტად ყურადღების ქვეშ ექცევიან და შეგვიძლია ეს ალბათ მიუჩვევლობის რასაკვირველია და აი აქ მივდივართ იმ თავარ პრობლემასთან, ხა ვიზიტორების ჩამოსვლის შემთხვევაში გარკვეულწილად საზოგადოება მზად უნდა იყოს. ანუ თუნდაც ის რომ რამდენად ადგილობრივმა მოსახლეობამ, თუნდაც ადგილობრივმა კადრებმა რამდენად იციან ის ენა, რომელზედაც შეიძლება მათთან კომუნიკაცია ჩატარდეს. განსაკუთრებით აუცილებელია იქ იყოს თითოეულ დასახლებულ პუნქტში სხვადასხვა ენის ფლობელი, ეს ენაზე მოსაუბრე საზოგადოების ნაწილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მხრივ აი ტურისტული რესურსების შეფასების დროს და ერთგვარად ამ რესურსის გამოყენების დროს ძალიან დიდი როლი უნდა მიენიჭოს ადგილობრივ წარმომადგენლობას საკრებულოში, რომელთაც შეუძლიათ გარკვეულწილად მოსახლეობაში მოიძიონ ინფორმაცია, ვის შეუძლია გარკვეულწილად ეს ვიზიტორები უმასპინძლოს და რაც ყველაზე საინტერესოა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არ არის საოჯახო ტურისტული რესურსი, სასტუმროები განვითარებული, ალბათ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს განვითარდება და ეს ყველაფერი ერთად შეიკრება. დიახ. ბატონ გიორგი, მობილურით გიკავშირდებიან და პირველი ზარია დღევანდელ გადაცემაში. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით ქართული მანგანუმის ქალაქის წარმომადგენლებს. და მინდა ვთქვა, რომ ეს არის განსაცვიფრებლად ლამაზი ქალაქი. აი პოეტი ეთერ ჯიშკარიანი ტყუილად არ ამბობდა, რომ ქალაქს თავზე ვარსკვლავების ქუდი ხურავსო. თვითონ კი ხომალდივით ჩაძირულაო და კლდემ კი შავი ოქრო გულზე ჯვარად მიიყარაო. ბევრია თვით ბუნების მიერ შექმნილი საკვირველება. მეხუთე საუკუნის სამლოცველო, რომელიც გათვლილი ქვებით არის აგებული. მეცნიერ მუშაკებმა აქ ხომ აღმოაჩინეს უძველესი სადნობი ღუმელი. ეს ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ მანგანუმის შენადნობს უმაღლესი ხარისხის ლითონის მისაღებად. ახლაც აღმოაჩინეს თავის ქალა კოტიკო ეწოდა მას პირობითად, რომელიც ევროპული ცივილიზაციის ადამიანია. და მიუხედავად ამ ლამაზ ქალაქს და ახლა როგორმე თუ ზამთარს გადაურჩით რადგან ძალიან ბევრი წელი შეხება, მე ალბათ სხვაგვარად იფიქრებს ამ ქალაქზე პატრიოტთა ალიანსი მე დარწმუნებული. ძალიან დიდი მადლობა ზარისათვის 2388 Skype-ით ობიექტივი ორ ლათინური ასოებით ველის ჭიათურელების ზარებს და გამოხმაურებას. ბატონო გიორგი, მოდით ჩვენ რადგან დროში მაინც შეზღუდულები ვართ ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, ძოძუანას გამოქვაბული და 34,000 წლის წინანდელი სელის ძაფი. აქამდე ჩეხეთი ითვლებოდა
ქვეყანად, სადაც პირველად დართეს ძაფი, თუმცა არაბატონებო 34,000 წლის წინ ჭიათურელი ხალხი იკერავდნენ ტანისამოს, უფრო მეტიც პირველი თერძი, ანუ დიზაინერი ჭიათურელი ყოფილა, რადგანაც საღებავებიც ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა. თუმცა მღვიმე ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ჭიათურაში კონკრეტული ეს აღმოჩენა შევიდა მსოფლიოს 10 საუკეთესო აღმოჩენას შორის. გარკვეული წვლილი თქვენც მიგიწვით ამ საქმეში, რა სიტყვით ბატონო გიორგი? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ მე ამ საქმეში წვლილი ნამდვილად არ მიმიძღვის, ეს არქეოლოგებმა შეაფასეს და შეისწავლეს, თუმცა პოპულარიზაციაში წვლილი იქნება ის, რომ ზუსტად ძუძუანას მღვიმე, რომელიც არის სოფლიო მნიშვნელობის ობიექტი და გვაქვს საქართველოში, ეს სოფლიო მნიშვნელობის ობიექტია, უახლოეს მომავალში ის იქნება ჯერ უნდა შეფასებული და აქ ალბათ პრესის როლი ძალიან დიდია, ნამდვილად უფრო მეტჯერ უნდა იყოს მასზე ინფორმაცია, უფრო მეტი სიუჟეტი უნდა მომზადდეს, უფრო მეტი აქტივობა უნდა მომზადდეს, რადგან პირველ რიგში ეს ობიექტი მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო მნიშვნელობის ობიექტია, ძუძუანას მღვიმე ნამდვილად შეიძლება გახდეს სავიზიტო ბარათიც, როგორც ამ დროისთვის, როდესაც ჭიათურის ტურიზმზეა საუბარი, უფრო მეტი აფიქსირებს კაცხისვეთს, მღვიმევის დედათა მონასტრის კომპლექსს, ასევე შესაძლებელია ეს მღვიმის კომპლექსიც დაფიქსირდეს. რაც შეეხება შესწავლას, ეს მღვიმე არქეოლოგიურადაც შესწავლილია, სპელეოლოგიურადაც შესწავლილია. ამ მღვიმეში გარდა იმისა, ანუ დასრულდა მე ძველი ინფორმაცია მაქვს, ძველი სტატიებიდან. არის ასევე გარკვეული დარბაზი, რომელიც შესწავლილი იქნა და ჩვენ მიმდინარე წელს მაქსიმალურად ვეცადეთ ბოლომდე გავსულიყავით და არის ძალიან საინტერესო დარბაზი, მღვიმის შესასვლელში, სადაც ეს არქეოლოგიური ობიექტი არის საკმაოდ დიდი რაოდენობით წყლის მასა. სასურველია ეს წყლის მასა იქიდან ისე გაიდევნოს, რომ ის არქეოლოგიურ ობიექტს არ დააზიანებს და ასევე შესასვლელში არის მეორე სართული ამ მღვიმეში და იქ ელემენტარული ხელშეწყობის საფუძველზე შესაძლებელია ვიზიტორი მეორე სართულზე წავიდეს, სადაც ძალიან ბევრი ნაღვენთი ფორმაა, სტალაქტიტი, სტალაგმიტი, სტალაგნატი. ამ მღვიმეს ნამდვილად შეუძლია გარკვეული მოსავალი მიცეს მუნიციპალიტეტს, ძალიან საინტერესო, ჩვენ ავგეგმეთ ეს მღვიმე თავიდან ბოლომდე, მისასვლელი გზა გადასახვევიდან მხოლოდ 2 კილომეტრია, ძალიან საინტერესო ხეობაში მიდის ეს გზა და შესაძლებელია ამ ხეობაში გარკვეული აქტივობების დაიგეგმოს, ჩვენ მომავალი წლის გაზაფხულიდან ვაპირებთ ამ ტერიტორიის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას და ნამდვილად ეს ობიექტი, რომელიც არის სოფლიო მნიშვნელობის ობიექტი, ასევე უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ იქ ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრ ადგილას ისედაც ეს მღვიმე არ არის დიდი მღვიმე, ნაღვენთი ფორმები მოტეხილი და საერთოდ უნდა ვთქვა ჭიათურას, ჩვენ მღვიმეები ვახსენეთ, ჭიათურა მღვიმეების მხრივ ჩემპიონია სხვა მუნიციპალიტეტებს შორის, ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ რაც აქ ჩვენს მუნიციპალიტეტში არის მღვიმური წარმონაქმნები, ამდენი სხვა მუნიციპალიტეტებში არ არის ესეთი 100-ზე მეტი მღვიმე არის ამ მუნიციპალიტეტში, თუმცა უნდა ვთქვათ, ეს მღვიმეები ჯერ ერთი კარგია იმით, რომ მისასვლელად ადვილია, მოსახერხებელია. ჰორიზონტალური მღვიმეებია, რასაკვირველია, ყველგან მისი კეთილმოწყობა შეუძლებელია, ამიტომ თითოეული მღვიმის მოწყობა მილიონობით ლართან არის დაკავშირებული, მაგრამ სასურველია ზოგიერთი მღვიმე იქნეს დაცული, რადგან ნებისმიერ ზაფხულის შემთხვევაში იქ ვიზიტორები შედიან, სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს ამტვრევენ და სამწუხაროდ ეს ათეულობით, ასეულ, ათასობით წლეულების ნაღვენთი ფორმები შეიძლება უახლოეს მომავალში განადგურდეს. მე ვფიქრობ, რომ ძუძუანას მღვიმეში შესაძლებელია უახლოეს მომავალში ისეთი საინტერესო ობიექტი მოეწყოს, რომელმაც გარკვეული შემოსავალი მიცეს მუნიციპალიტეტს. მობილურით გვიკავშირდებიან, კვლავაც ხაზია ჩვენი ტელემაყურებელი ამ მსმენელი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით, მე ვარ თამარ ჩიბაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩავთე ტელევიზია ობიექტივზე და უყურებ ამ გადაცემას ჭიათურის საათს. უპირველეს ყოვლისა მივესალმებით თქვენ სტუმარს, ბატონ გიორგი დვალაშვილს და შემდეგ ბატონ გიორგი კასრაძეს და დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთი გადაცემა არსებობს. მე ძალიან ბედნიერი ვარ და უფრო მეტად მოხარული ვარ, იმიტომ რომ ერთხელ კიდევ ვიყავი თქვენი სტუმარი და უფრო მეტად შემოვიდა ჩემში და ძალიან შემიყვარდა. მიხარია, როდესაც ჭიათურაზე საუბრობენ და ასეთი განციფრებული საუბარი მიდის, ასეთი აღტაცებული, ვინაიდან მინდა ჩემი ემოცია მეც გამოხატო თქვენს წინაშე. დაახლოებით 2 წლის წინ ვესტუმრე ჭიათურას ბატონ გიორგის დახმარებით, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და უბედნიერესი ვარ, რომ ის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ჭიათურაში მდებარეობს, ეს ყველაფერი მე შევიცანი, შევითვისე და პირველი შთაბეჭდილებაც გადმოვეცი
სამაუწყებლო იმერვიზიის წინაშე. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახსენებთ ძუძუანას მღვიმეს, ვინაიდან მასთან ძალიან დიდი მოგონებები მაკავშირებს, განსაკუთრებით ნაძვის ხეზე, ვინაიდან მე ვარ თესეოგა კლუბის წევრი და ხშირად აქტიურად ვარ ჩართული ჭიათურაში სხვადასხვა ღონისძიებებით. ძალიან მიხარია, რომ თქვენ აქტიურად აშუქებთ ჭიათურის პრობლემებს, იმ საკითხებს, რომლებიც მართლად უჭირს მას, აშუქებთ იმასაც თუ რა ხდება რეალურად ახალგაზრდებში, როგორი ენთუზიაზმია მათ შორის და ჩვენი აქტივობა თუ როგორ ვართ ჩართული და კარგია, როდესაც ამ ყველაფერს არა მარტო თქვათ ქართველი ერი ჭიათურაში, კონკრეტულად იმერვიზიის გადაცემით ხდება, რომ გააშუქონ და აღმოაჩინონ, არამედ თქვენი დახმარებით ვინაიდან დამიჯერეთ ძალიან კარგია, როდესაც თითოეული ქართველი შეიგრძნობს ამ ყველაფერს, ამ სილამაზეს. ვინაიდან მე თუ 2 წლის წინ არ ვიქნებოდი ბატონ გიორგისთან ერთად წასული და არ ვნახავდი ამ ყველაფერს ჩემი თვალით, ფაქტობრივად ისე გავიდოდა მთელი ცხოვრება, რომ ამ სილამაზეს ვერ აღვიქვამდი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ პოპულარიზაციას უწევთ ამ ყველაფერს და წარმატებას გისურვებთ. მადლობა თამარ თქვენ ზარისათვის. ძალიან დიდი მადლობა 2.388 Skype-ით ობიექტივი 2 ლათინური ასოებით დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ დიალოგში. თამარს დავეთანხმები ბატონო გიორგი. საჯაროდ ვაწყდებ, მეც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი სტუდენტი, თუმცა არ მომეცა ამის საშუალება სამწუხაროდ. თუმცა ძალიან კარგ საქმეს რომ აკეთებთ, ეს მისასალმებელია, თუნდაც ის ფაქტი რაც ღირს, რომ ჭიათურას ძალიან მიმსგავსებული თურქული ქალაქი, მურღული დღეს არის ჭიათურის მეგობარი ქალაქი და ეს თქვენი უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით მოხდა ამ მუნიციპალიტეტების, ამ ქალაქების დამეგობრება და დაახლოება. თუმცა ბატონო გიორგი, ჩვენ კოტიას გამოქვაბულზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ძეგლად შეიძლება იქცეს. სამალო ჭიათურაში და იქ აღმოჩენილმა ნიმუშებმა და იქ აღმოჩენილ ზარია მორიგი აქტიურობს ჩვენი მაყურებელი გისმენთ. ესა ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ. ეგ უნიკალური აღმოჩენა, რომელიც არსებობს ჭიათურაში 34,000 წლის წინანდელი, ცოტა ხანი თავი შეიკავეთ და ნუ გამოაქვეყნეთ. თორე ეგ საყდრისი აფეთქეს და მაგასაც ააფეთქებენ. მოვლენ წესიერი მთავრობა იქნება, წესიერი საქართველოს მოყვარული ხალხი იქნება და აი მაშინ გამოდი და თქვი და მაშინ ააშენებენ მაგას და გააკეთებენ. ძალიან გთხოვთ ეს დაიმახსოვრეთ. დღევანდელ დღეს მაგას ძალიან უგახმაურებთ, თორე უსიკვდილოდ ააფეთქებენ. დღევანდელი კულტურის მინისტრი და ვინც არის ყველა მაგას ააფეთქებენ. კარგად განდებთ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ზარისათვის. საზოგადოება ძალიან დღემდე ძალიან განიცდის საყდრიში მოხდა ამბავს ბატონო გიორგი, ობიექტივი და პირადად ქალბატონ ნინო მიქიაშვილი ჟურნალისტი დღემდე ხმალამღებული იბრძვის ამ ძეგლის დასაცავად, თუმცა რაღა შემოგრჩა იმ ძეგლიდან, ეს უკვე მეორე საკითხია, მე ძალიან გული მტკივა საყდრისთან დაკავშირებით, მტკივა ასევე ჭიათურაც. ვისაუბროთ კოტიას გამოქვაბულზე, იქ აღმოჩენილ ნიმუშებზე. მოგახსენებთ კოტიას კლდის მღვიმე, რომელიც მდებარეობს ჭიათურის ერთ-ერთ ლამას სოფელში, სვერში. და სწორი განსაკუთრებული ამაზე განსაკუთრებელია 60 სოფელი აქვს ჭიათურას და აბსოლუტურად ყველა სოფელს აქვს თავისი დადებითი ტურისტული რესურსი, გარდა იმისა, რომ ბევრგან ბუნებრივი რესურსებია და წარმოება ხდება, როგორც აღნიშნეთ. სვერი თავისი მდებარეობით მართლაც გამორჩეულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სოფელი და სოფლის მიმდებარე ტერიტორია შეიძლება როგორც ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილების ერთ-ერთ საინტერესო ობიექტად განვიხილოთ. რაც შეეხება მღვიმეს, რომელიც სოფლის განაპირას მდებარეობს, ის სოფლიდან მოშორებულია მინდორში, ტყისა და მინდვრის ზოლში. თვითონ ამ სოფელს შეერქვა სახელი იქ მაცხოვრებელი კოტე ცუცქირიძის გამო. ეს პიროვნება ხშირად მღვიმიდან გამოქონდა მას გარკვეული მასალა, რომელიც აღმოჩნდა ღამურების, ესე იგი, ეგრეთ წოდებული ნაფენები და აყრიდა ყანაში და ეს იმდენად მაღალი ხარისხის სასუქია, ესეც უნდა ვთქვათ, რომ ჭიათურაში ძალიან ბევრი ესეთი გუანოა, მაგალითად ზოგიერთი ქვეყანა გუანოს გატანით ძალიან დიდ შემოსავალს იღებს და ჭიათურაში ეს რესურსი ყოველწლიურად მდინარეებს გააქვთ და სამწუხაროდ იკარგება და ამიტომ მიიღო ეს სახელი კოტიას კლდე, ანუ კოტიას გამოტანილი. და შემდეგ გამოქვაბულმაც. და შეეხება გამოქვაბულმაც და მიმდებარე ტერიტორია, მე დაიწყო იქ არქეოლოგიური კვლევები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭიათურა არქეოლოგიური კვლევები ძალიან მიმზიდველია და არაერთი არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა. დაწყებული ბატონი დავით უშაბრამიშვილი და დამთავრებული და გრძელდება ეს კვლევები მისი შვილის
ბატონი ნიკა თუშაბრამიშვილის, ასევე არაერთი კვლევები ჩატარდა სხვადასხვა მეცნიერების. უშუალოდ რა შედეგი მივიღეთ ბატონო გიორგი, ამას გკითხავთ, უკაცრავად კიდევ მორიგი ზარია მობილური გიკავშირდებიან. დიდი მადლობა პირველ რიგში აქტიურობისათვის. გისმენთ. ისაუბრეთ, ტელევიზორს ცოტა დაუწიოთ და. ალო. დიახ. გამარჯობათ, მე გახლავართ ერთ-ერთი თქვენი მსმენელი და თქვენ ხმას ნუ უსმენთ ქალბატონო, გთხოვთ ტელევიზორს ჩაუწიოთ და ისე ვისაუბროთ. დიახ, მე ძალიან მოხარული ვარ რომ ჭიათურაში ჩაუწიე გენაცვალე და ძალიან მიხარია რომ ჭიათურა ასეთი შესანიშნავი ძეგლებით ყოფილა სავსე. მე ერთ-ერთი ქართველი ვარ რომელიც ხანია არ ცხოვრობს საქართველოში და ეხლა ცრემლები მომდის ამის მოსმენაზე და მიმხედოთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას ძალიან გთხოვთ დაირაზმეთ ქართველები და გავაკეთოთ ეს შესანიშნავი საქმე. დიდი მადლობა ღელა აპატიეთ. მადლობა თქვენ ზარისათვის, ჩვენ საგვაღელვეთ და მედიაკავშირი ობიექტივი აძლევს საშუალებას ბატონო გიორგის Skype ჩართვებს ჩვენ სწორედ იმისთვის ვახორციელებთ, რომ უცხოეთიდან შეძლონ ქართველებმა დაკავშირება და ძალიან ხშირად ემიგრანტებთან ჩვენ გვაქვს ასეთი უშუალო და პირადი კონტაქტი. მადლობა თქვენ ზარისათვის, ჩვენ კი კოტიას გამოქვაბულზე ვისაუბრეთ. უნდა ვთქვათ, რომ ეს მღვიმე ასევე თითქმის თანადროულია როგორც ძუძუანას მღვიმე და სხვა მღვიმეები ჭიათურაში, მაგრამ აქ ეს იყო როგორც ჩანს ძალიან შესაძლებელი გარემო პალეოლითელი ადამიანისა და აქ აღმოჩენა გაკეთდა ძალიან კარგად არის იყო შემორჩენილი აქ ადამიანის ჩონჩხი და ეს ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენა. და რაღაც გარდამავალი პერიოდი რომელიც მსოფლიოში, ევროპაში არ შეინიშნება, აღმოჩნდა ჭიათურაში. ზუსტად აქ ადამიანის არსებობა არის დაფიქსირებული და იმ დროს ესეთი მოაზროვნე ადამიანი რომელიც აქ იქნა ნანახი და რომელსაც კოტია დაარქვეს, კოტე დაარქვეს, კონსტანტინე დაარქვეს, ეს ძალიან მისასალმებელია, იყო ჭიათურაში, იყო ამ ტერიტორიაზე და ესეთი ადამიანი არ იყო ევროპაში ან სხვა გარკვეულ ტერიტორიებზე. ანუ ამ აღმოჩენით პირველი ევროპელი იყო ჭიათურა. დასტურდება, ხომ? სანამ ახალს აღმოაჩენს. სანამ გარკვეული ეპოქების მიხედვით შეგვიძლია ესე დავახარისხოთ და ნამდვილად ვთქვათ, როგორც აი მაგალითად დმანიში იქნა აღმოჩენილი ადამიანი იმ პერიოდის 1.800.000 წლის წინ, ასევე აი ამ პერიოდის პალეოლითის დაახლოებით 10-12.000 წლის წინ არის საუბარი, კარგად შემორჩენილი ადამიანის ჩონჩხი იქნა ნანახი და თვითონ ეს ობიექტი ძალიან კარგ გარემოში მდებარეობს, როგორც აღნიშნეთ, ასევე არის აუცილებლად ჭირდება ამ ობიექტს დაცვა, იმიტომ რომ აქაც ძალიან ბევრი ნაღვენთი არის დაზიანებული, ეს მღვიმე არ არის დიდი მღვიმე, დაახლოებით 50 მეტრია ამ მღვიმის. უნდა იყოს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებული ასეთი არქეოლოგიური ძეგლების დაცვით, ბატონო გიორგი. და რამდენად ახორციელებს პირველ რიგში ესე იგი სანამ ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდებოდა, ამაზე უნდა იზრუნოს კულტურის სამინისტრო, რადგან მარტო ადგილობრივი ხელისუფლება და ბიუჯეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა ვერ გაწვდება მათ შენარჩუნებას. ახლა ობიექტი, რომელიც არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს, ის გარკვეულწილად დაცული უნდა იქნეს, რადგან გარკვეული შესვენების დროს ის შემდგომ პერიოდში ისევ დარჩეს ხელუხლებლად. ასე რომ ამას ძალიან კარგი დახმარება ჭირდება ამ კუთხით და რასაკვირველია ადგილობრივი ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს პოპულარიზაციაში, მოსახლეობის დაინტერესებაში. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობა უფრო მეტად უნდა დაინტერესოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რადგან ეს ობიექტი რას მიცევს მათ. რასაკვირველია იმ ობიექტთან მისული ტურისტი ვერ გაივლის ისე, რომ სვერში რაღაც გარკვეული აქტივობა არ განახორციელოს და ეს სვერისთვის, მუნიციპალიტეტისთვის ძალიან დიდ შემოსავალს წარმოადგენს. მორიგი ზარია, გისმენთ. გამარჯობათ გიორგი, გამარჯობათ თქვენ სტუმარს, თქვენს მაყურებელს და მსმენელს. ბატონო გიორგი, მე მინდა გამოვეხმაურო მამაკაცის ძას, რომელმაც მოგიწოდათ რომ არ გაახმოვნოთო და მეც ამ აზრზე ვდგევარ ბატონო გიორგი და რატომ? ჩვენ ნახეთ რომ ბაგრატის ტაძარი ამოიღეს იუნესკოდან. ერთი კაცის ახირების გამო და ამითი ძალიან დიდი ზიანი მევაყენეთ ჩვენს ბაგრატის ტაძარს. ასევე მცხეთაში არის პრობლემები. იქაც საჭირო თანამედროვე ისინი ჩადგეს შენობები, რომელიც ემუქრება ეს საჭირო ემუქრება მცხეთასაც რომ ამოღებული იქნეს იუნესკოდან. ასევე ეროვნული მუზეუმიდან გამქრალია ძალიან ბევრი ჩვენი საგანძური. საკათრიძე ნუ ხო უკვე ლაპარაკი აღარ არის, ფაქტურად მოგვაჭრეს ფესვები, ისტორიული ფესვები აგვიფეთქეს ასე ვთქვათ რა. ხო და ამითი რა ხდება ისეთ აი ებრძვიან ჩვენ სულიერებას. იგივე ავიღოთ ღვთისმშობლის ხატის ეს მოკლედ ბრძანეთ ძალიან გთხოვთ. მკრეხელური შეურაცხყოფა ხო? კი ბატონო,
უნდა ჩვენ ესენი უნდა ყველაფერი მოვიძიოთ და ეს უნდა კონდეს ჩვენ დაკონსერვებული ზუსტად იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც მართლაც ეროვნულ ნიადაგზე იქნება მოსული, თორემ ამას ყველაფერს გაგვინადგურებენ და დავრჩებით მერე ყველაფრის გარეშე, მერე მოგვიწევს თავიდან ყველაფრის აღმოჩენა და რაღაც აღმოჩენთ კაცმა არ იცის. მადლობთ ყურადღებისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ზარისათვის. ბატონო გიორგი, გარდა კოტიას გამოქვაბულისა და იქ აღმოჩენილი მართლაც უნიკალური და მნიშვნელოვანი ნიმუშებისა, სვერი განსაკუთრებულია სვერის ციხის არსებობით, იქაც და კლდეკარის გამოქვაბულის ზოგადად. მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ, იმიტომ რომ რჩება დაახლოებით 15 წუთი და ყველა სოფელს ვერ მოვასწრებთ განმარტებაში. სვერზე ვთქვით, რომ მდინარე საძალიხევის ხეობა ძალიან საინტერესოა. ჭიათურის მუნიციპალიტეტი ძალიან ბევრი ადამიანი იქ აფარებს ზაფხულში თავს არსებული ჩანჩქერის და ძალიან საინტერესო ხეობის გამო მღვიმეებითაც ძალიან მდიდარია სვერის ციხე, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ციხეა, არა მარტო იმერეთში, არამედ საქართველოს მასშტაბით აქ მდებარეობს და კლდეკარის გამოქვაბული, რომელშიც გადასვლა არც თუ ისე ადვილი ცოტა სარისკოა, მაგრამ მან კარგი კეთილმოწყობილი ობიექტებით შემთხვევაში ეს შეიძლება ტურისტის ერთ-ერთ საინტერესო ობიექტად იქცეს. საერთოდ მისასალმებელია ეს ფაქტიც, რომ სვერამდე ხა გაცილებით უფრო კარგი ხარისხის გზა არის, ასფალტირებული გზა არის და ვიზიტორის მისვლა. ქალაქში არ არის ბატონო გიორგი ტურისტული ბაზა. შენობა, სადაც უცხოურ ენაზე, თუნდაც ქართულ ენაზე ადგილობრივებისათვის იქნება გაცნობილი ზემო იმერეთის ამ შემთხვევაში ჭიათურის ტურისტული რუქა არ იქნება წარმოდგენილი და რამდენადაც მე ვიცი თქვენ მუშაობთ ჭიათურის ტურისტულ რუქაზე, ასეთი რუქა საჩხერეს უკვე თქვენი დამსახურებით აქვს. როდის იქნება ჭიათურის რუქა და ზოგადად რა უნდა გაკეთდეს, ხელისუფლებასად უნდა ჩაერთოს ამ ძეგლების პოპულარიზაციის საქმეში? რასაკვირველია პოპულარიზაციას მარტო სამეცნიერო დაწესებულებები, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ვერ გააკეთებს. ამას უნდა კოორდინირებულად მუშაობა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აი შრომები აქ მე მაქვს გარკვეული შრომები წარმოდგენილი, ეს არის ფაქტიურად ჩემი დისერტაციის კრებული ნაშრომი, სადაც მიმოხილულია თითქმის ყველა ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილი და ეს შესაძლებელია გამოყენებული იქნეს. ასევე ჩვენ გავაკეთეთ ტურისტული მეგზური ჭიათურაზე. სამწუხაროდ ეს დაიბეჭდა რამოდენიმე წლის წინ და მე მზათა ვარ ეს ნაშრომი მზათა თუ ვინმე დაინტერესდება და გამოიყენოს. მე უბრალოდ ჩემი ერთი გულის წყვეტაც უნდა ვთქვა, რომ უახლოეს ესე რამოდენიმე დღის წინ, თუ არ ვცდები, ერთი თვის წინ გამოიცა ჭიათურაზე წიგნი და იქ არის რუკა, რომელიც ხელით არის შესრულებული და მე ეს რუკა მზათა მაქვს, ამაში არანაირ თანხას არ ვითხოვ. შესაძლებელი იყო ჩემი მოძიება ნამდვილად პრობლემას არ წარმოადგენს. ეს რუკა ჩვენ პროექტის ფარგლებშიც და ჯერ კიდევ გამოვეცით 5 წლის წინ და შესაძლებელი იყო ამ კრებულში მოთავსებულიყო, ჩვენ იქ ობიექტებიც გვაქვს ყველა დატანილი, ასევე აქ არის ყველა მარშრუტი, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეიძლება ვიზიტორმა ნახოს. ცალკე გვაქვს ჭიათურის ყველა დასახლებულ პუნქტზე წიგნი გამოცემული და შესაძლებელია ის რესურსები, რაც არის ათვისებული იქნას და ამაში ნამდვილად ჩვენ თანამშრომლობის ხელს უწოდებთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს თანამშრომლობა არ შედგა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით, რომ ეს ობიექტები ყოფილიყო უფრო მეტად ერთობლივად ჩვენ არაერთ გზის ექსპედიცია გვქონდა უახლოეს მომავალშიც გეგმავთ და მზად ვარ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ის კრებული, რომელიც თუ სურათების კრებული რაც გამოიცა, იქ გარკვეულწილად ის მასალები, რაც შესაძლებელია შესულიყო და ის დაიბეჭდა ორენოვანია ქართულად და ინგლისურად, შესაძლებელი იქნებოდა რომ ვიზიტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა. ჩემთვის ძალიან საამაყოა ის, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოიცა საქართველოს ბუნება წიგნი, ჩვენი ფასეულობანი პროფესორ ნოდარ ელიზბარაშვილის ხელმძღვანელობით და აქ ფაქტიურად მოხდა ისე, რომ შეტანილი იქნა ჭიათურის ის უნიკალური ადგილები. ესეც თქვენი დამსახურებით ბატონო გიორგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ აი მდინარე ჯრუჭულის ხეობა, სადაც აი საკმაოდ საინტერესო მღვიმეები არის წარმოდგენილი და რაც ყველა საინტერესოა, აქ მოხდა მღვიმევის მონასტერი, თავისი შეგვიძლია ესე ვთქვათ, უნიკალური ადგილით, კაცხისვეტიც რასაკვირველია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წიგნი გახდება საქართველოს სავიზიტო ბარათი, ის ითარგმნება რუსულად, ინგლისურად და ასე შემდეგ. ასევე გამოცემლობა კლიმატს გამოცა წიგნები ფერადი მაღალი ხარისხის, სადაც ეს ყველა ობიექტი არის შეტანილი, მაგრამ
ეს არ არის საკმარისი. რაც შეეხება რუკის არსებობას, აი დღესვე შემიძლია დაინტერესებულ პირს მაღალი ხარისხის, მაღალი გარჩევადობით, შეგვიძლია სოფლების დონეზეც და უბნების დონეზე და წყაროების და აბსოლუტურად ყველა ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილების მიხედვით მივაწოდოთ, მაგრამ ჯერ ეს ინტერესი სამწუხაროდ არ ჩანს. არ ჩანს იმ დონეზე, რომ ეს იქნეს მიტანილი ვიზიტორებისთვის და შესაბამისად ეს ინფრასტრუქტურა გაკეთდეს. თუ იქნება, მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის. მორიგი ზარია, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. ნუ ახლა ამდენი ლაპარაკით აღარ შეიძლება ეს ულამაზესი ადგილია. მე და ჩემი და ბავშვები მოგვანახეს ბავშვობაში ღურების მონასტერში გუგუტაების წყაროს ეძახდნენ და აი მით გვამკორეს ის წყარი და ბედნიერები ვიყავით. და რამე და ახლა პატარა შენიშნავთ რომ ნუ საქართველოში ულამაზესი ადგილებია და ამას მეორე მხარეზეა გადასული, უკანა მხარეზეა გადასული. მანემეზე ადამიანების ერთი ნაწილი სახლებს უყურებს, აი რომში მაგალითად ისეთი სახლები და შადრევენებია და ბუნება კიდევ უკანაა. ამიტომ ეს აიმიტომ არიან ახსოვნებულები რომ ჩამოდიან საქართველოს ბუნებით. კიდევ ბევრია აღმოსაჩენი. ახლა მე მინდა გითხრათ რომ თქვენი შენიშნა პატარა რომ ჩვენ პირველი ევროპელი კი არ ყოფილა აქ აღმოჩენილი ჩვენთან არამედ პირველი ადამიანი. სად იყო ევროპა, სად იყო ამერიკა, სად იყო რუსეთი, როცა საქართველოს არსებობდა. ძალიან დიდი მადლობა ზარისათვის. ჩვენ არ ვსაუბრობთ მანისელ ადამიანზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჭიათურაში აღმოჩენილ კოტიას სახელობის გამოქვაბულში აღმოჩენილ ადამიანზე. მღვიმევის ზედათა მონასტერი მე-12-მე-13 საუკუნის ძეგლად მიიჩნეოდა, თუმცა ერთ-ერთი მღვიმე აღმოჩნდა კიდე მახლობლად, რომელიც სავარაუდოდ მე-8 საუკუნის არის. დადასტურდა თუ არა მღვიმევის მონასტრის არსებობა მე-8 საუკუნეში და ზოგადად რა სიტყვით ამ ძეგლთან დაკავშირებით? ის უნიკალურია თავისი მიმდებარეობით. მე-8 საუკუნეზეა საუბარი და თვითონ ის მღვიმეები, რომელიც აქ არის ათეულობით და ასეულობით 1000 წლის წინ არის წარმოქმნილი ბუნებრივად, უმრავლესობა და მე ადამიანმა ხელოვნურად ესე რომ ვთქვათ, კეთილ მოაწყო და მე-8 საუკუნის ობიექტზე უკვე საუბარი, ამას სჭირდება კიდევ და კიდევ უფრო ფუნდამენტური კვლევა, რომელიც მე ვფიქრობ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს პირველ რიგში და ამას მარტო მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მე-8 საუკუნის მე-9 საუკუნის ამ ობიექტში მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგები ბატონი ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან წარმატებულად მუშაობენ და ეს იქნება ის რომ ამ ტერიტორიაზე გაცილებით უფრო ადრე იყო სამონასტრო ცხოვრება, ასკეტური ცხოვრება და ამას ისიც მოწმობს კაცხის სვეტზე მე-6 მე-7 საუკუნის ეკლესიის არსებობა, რომელიც იქ მესვეტეს სავარაუდოდ სიმეონ მესვეტეს არსებობას ადასტურებს. იგივე კაცხის მონასტერი ბაღვაშთა უკანასკნელი საძვალე 1000 წლის ტაძარია, ძალიან უნიკალურია. უნდა ვთქვათ ასევე ხრეითის გარეშე ჭიათურის მუნიციპალიტეტის დახასიათება და საუბარი ნამდვილად არ იქნება მართებული, იმიტომ რომ ხრეითი ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი სოფელია ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილებით ის ნამდვილად პირველ ადგილზეა სხვა სოფლებისგან განსხვავებით. აქ არის თასვლეს ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმი, თქვენ სულ გადაცემაში ბატონი ვანო ჯაფარიძე ყავდათ და ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი ფაქტად ჩავთვალე ის რომ მე თქვა მუნიციპალიტეტის დახმარებით მოხდა ამ მუზეუმის რეაბილიტაცია. ეს წლების განმავლობაში ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ბოლო ინფორმაცია მე რაც ვნახე ძალიან მომეწონა რომ უკვე ისე არის რეაბილიტირებული, შესაძლებელია აქ ვიზიტორების მისვლა. ამ მუზეუმიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუზეუმიდან 3 კილომეტრში პირდაპირ ხაზით არის სოფლიო მნიშვნელობის მოქანავე ლოდი. აქამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი იყო ქვა ქანცალია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და აქ არის ლოდი ქვა ყუნტია, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში როგორც ბუნების ძეგლად ისე აღვიქვავთ. ეს არის დაახლოებით მაყურებლისთვის და სვენელისთვის გასაგები რომ იყოს 8 ტონის ლოდი, რომელსაც თითი შეხების შემთხვევაში შეიძლება მოძრაობაში მოყვანა, მაგრამ ისი გადაადგილება რასაკვირველია ვერ მოხერხდება. ანუ ამ მონაკვეთში არის ძალიან საინტერესო მღვიმეები, არის მღვიმე საყინულე ხრეითის ტერიტორიაზე და ხრეითიდან მახლობლად არის ვაჭევშია ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრია, მათ შორის არის ხრეითში შემორევას ტბა, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი ტბა არის. ხრეითს ესაზღვრება რაჭის მონაკვეთზე მთა ლიკე, რომელიც 1997 მეტრია ზღვისდოინდა და ყველაზე დიდი მთა არის ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ხრეითის შემდგომ განის ტერიტორიაზეც ძალიან ბევრი საინტერესო მღვიმეა, როგორც აღნიშნეთ აქ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებიც არიან. საერთოდ მდინარე ყვირილას ორივე მხარე, მარჯვენას და მარცხენა მხარეც თანაბრად არის დახუნძლული ობიექტებით, ასევე განის შემდგომ თაბაგრევის ღელეზეც უნდა ვთქვათ, ეს არის მღვიმე, აქ საკაჭკარის მღვიმე, სადაც
ადგილობრივმა მეწარმეებმა დაიწყო სოკოს მოყვანა, ძალიან წარმატებულად განვითარდა აქ ღვინეში სოკოს. ხონდა მაყურებელ საშუალება ენახა ფოტომასალა. კი ბატონო, ასევე იქვე არის საკალმახე მეურნეობა და ძალიან ბევრი ობიექტია. თითქმის ყველა სოფელს კიდევ ერთხელ აღნიშნავ, აქვს ბუნების საინტერესო ობიექტი, არის ისტორიული ძეგლი. რაც შეეხება მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, აი მაგალითად სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე არის ერთ-ერთი მღვიმე, რომელიც ჩვენი კვლევის საფუძველზე მივანიჭეთ სახელით, ესე 95 უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. აქ არის ადგილი ნაქალაქარი, ეს არის არქეოლოგიურად ძალიან საინტერესო ობიექტი, რომელსაც ჩილათას ესეთ სახელს უწოდებდნენ ადგილობრივები, სამწუხაროდ დღეს ის მეწყლის შედეგად დაზიანდა და არაერთი არტეფაქტი იქნა ნანახი. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ითხვისში ჯერ კიდევ 80-იან წლებში მიწისქვეშა გამომუშავების შედეგად დაინგრა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ეს ერთ-ერთი ფაქტი არის სამწუხაროდ ამ მონაკვეთზე. სოფელ პერევისაზეც უნდა ვთქვათ ის, რომ პერევისაში არის ტბა, ეს არის ვულკანური მთა, გორა, სადაც კრატერში არის ტბა წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო ტბა არის. პერევისის მიმდებარე ტერიტორიაზე წილთოს ხეობაშიც არის ძალიან კარგი მღვიმეები, თვითონ ხეობაც საინტერესო არის და ასევე უნდა ვთქვათ ჭიათურის შედარებით უფრო მოშორებით და მაღლა მდგომ სოფლებზეც. აი მაგალითისთვის ბერეთისის ტერიტორიაზე არის ხელოვნური წყარსაცავი, მანდაეთის წყარსაცავი, ასევე ბერეთისის და მანდაეთის წყარსაცავი ორივე ერთად შესაძლებელია აქ ტურისტული ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურის განვითარება, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული იდეები, ბატონო გიორგი, ცოტა დრო გრჩება და ამიტომ მოდით სხვა დროისთვის და სხვა გადაცემისთვის შემოვინახოთ ეს თემა და იმედია გამონახავთ დროს და ძალიან მიხარია რომ ჩვენი შეხვედრა შედგა როგორც იქნა ძალიან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ კონკრეტული შეხედულებები თითოეულ ძეგლთან მიმართებაში, როგორ შეიძლება მისი უკვე შემოსავლის წყაროდ ქცევა ჭიათურისათვის. ამ იდეებით მიგიმართავთ თუ არა თქვენი შეხედულებები, იციან თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებაში, იგივე კულტურის სამინისტროში, რამდენად იზიარებენ თქვენს მოსაზრებებს? პირველ რიგში მოკლედ ვიტყვი იმას, რომ აი სპენელმა მაყურებელმა თქვა, რომ ეს ყველაფერი უნდა დაკონსერვდეს და ამას ვერ ვეთანხმები, იმიტომ რომ დაკონსერვების შემთხვევაში ეს ობიექტი შეიძლება უკვე გარკვეულ პერიოდში იქიდან მოსახლეობის მიგრაციის პრობლემაც გახსნას. იქ თუ აღარავინ აღარ დარჩა ეს ობიექტი დაკონსერვდეს და კარგად კანონზომიერად შეიძლება ამ ობიექტების გამოყენება, ძუძუანას ღვიმის აფეთქება ეგრე ადვილი არ იქნება ჩემი აზრით, თუმცა კეთილმოწყობა შესაძლებელია და რაც შეეხება ჩვენს ნაშრომებს, ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას ვაძლევთ ინფორმაციას, ასევე უახლოეს მომავალში გვექნება პროექტის პრეზენტაცია, სულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფინანსა პროექტი, სადაც ჩვენ ზუსტად ამ ობიექტების არსებულ მდგომარეობაზე გვაქვს საუბარი. ზოგადი საუბრი ჩვენ გქონდა არაერთგზის სხვადასხვა უწყებებთან, მაგრამ დღეისათვის ჭიათურა ისევ და ისევ რჩება ჩიხში. და ნამდვილად ვერ მოხდა იქ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გაკეთება, ამას მუნიციპალიტეტი მარტო ვერ შეძლებს, ამას ტურიზმის დეპარტამენტი, კულტურის სამინისტრო, სხვა უწყებები ჭირდება იმისთვის, რომ ეს უნიკალური ტერიტორია გახდეს ტურისტებისთვის მიმზიდველი. ჩვენ მზათა ვართ თანამშრომლობისათვის, მე ვფიქრობ, რომ ის მასალები, რაც არის ნებისმიერისთვის, ტურისტული ოპერატორებისთვისაც შეიძლება, აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე ტურისტული ოპერატორი უკვე დაინტერესდა იმისთვის, რომ ჭიათურის გავლით თავიანთი ტურები მოვაწყონ და ჩვენ ყველასთვის დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ტელემაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენთან ჭიათურის საათში სტუმრად იყო თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი ბატონი გიორგი დვალაშვილი. აქვე ერთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგაცნობთ. ბატონი გიორგის აქტიური მხარდაჭერითა და ინფორმაციებით ჩვენ მომავალი კვირიდან შემოგთავაზებთ რუბრიკას ისტორიული ჭიათურა, სადაც თითოეული თემის მნიშვნელოვან კულტურულ და ტურისტულ ობიექტებს გავაცნობთ. სამწუთიანი ჩანართი იქნება ყოველ კვირას ჭიათურის საათში, მაგრამ იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი. ჩვენ ამით შევეცდებით ხელი შეუწყოთ ჩვენი საყვარელი ჭიათურის ტურისტულ პოპულარიზაციას. ეთერში კი ჭიათურის საათი იყო, მე გიორგი კაცრაძე ვარ და გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ნახვამდის.